ეხლა ცოტა ხანი სანამ კარტოფილი შეიწვება, ცოტა ხანი თქვენთან ერთად ვიჭორავთ. ყველას გილოცავთ ძელით ახალ წელს, დღეს არ მომილოცია. გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, სიხარულს, სიყვარულს, ყველაფერს საუკეთესოს. აბა როგორ ატარებთ დღევანდელ დღეს? Portakal ჭრი. ეხლა ყავა უნდა დავლიო. დღეს დამეტანი გვიან მიწევს ვიდეოს დადება. თუ დავდეს საერთოდ იმედია რომ დავდებ. ჯობს გვიან ვიდრე არასდროს. მაგრამ არა უშურს. სამაგეროთ ის ვიდეო გადავიღე, რომელიც მინდოდა. და ეხლა დამრჩა მონტაჟი. ლაშა, კაი პორტუგალია? ნატალი, ჭამე შენ? რა. რო გინდოდა პორტუგალი? მომწონეთ. წაიღე. წაიღე, მაგიანო თუ დაღვრი. ხო, კიდე მინდოდა წამიკითხა კომენტარები თქვენთან ერთად და აქვე ვუპასუხო თუ მერე ვუპასუხო. ეხლა აქ ვუპასუხებ ვიდეოში და მერე ისეც გიპასუხებთ. ვეღარ მოვასწარი პასუხის გაცემა, თორე ისე წავიკითხე ყველა კომენტარი და აუცილებლად ჩავუჯდები და დავაგულებ, ასევე გაგცემთ პასუხებს ყველას. ვნახოთ. ამოდ კარტოფილი არ დამეწვას. მოვიტანე ჩემი ყავა. ესე იგი ყავა არავის არ უნდა ჩემთან ერთად. ყველა ელოდება შემწვარ კარტოფილს. აბა ვნახოთ. ჯულიანა გორგილაძე, ცარიელი არა, სარეცხი ფხვნილის ნაცვლად, არ ვიცი როგორ, თუმცა შპალერის წებოს ფხვნილი ჩავყარეო. ერთხელ ყველას რაღაც მოგდის. მე გადარჩა მანქანა, თუ როგორ არის საქმე. ირინა ქრივიშვილი. მე მითხრა ხელოსანმა, რომ მაქსიმუმ 2 ჯერ შეიძლება გარეცხო დღეში სარეცხი, მეტი არ შეიძლებაო. პრინციპში ხო 2-ზე მეც მის არ ვრეცხავ ხოლმე, მაგრამ ხანდახან ყოფილა ეგეთი შემთხვევებიც. მაგრამ მე gar ვიცოდი რომ 2-ზე მეტი არ შეიძლება. მე gar ვიცოდი მართლა. თეონა მაღალდაძე, ეკა და სიცილები. ეკა რომელს სარეცხ საშუალებას იყენებო, ასევე თეონა მეკითხება. რა ვიცი, არ აქვს დიდად მნიშვნელობა, ხან რომელს ამ წუთას რაღაც ისეთი სარეცხი ფხვნილი არის. არ მახსოვს სახელი, ანუ ისეთი ცნობილი არა. შემიძლია გაჩვენო მეცე. ეხლა მითავდება თან და უკვე სხვა უნდა ვიყიდო. ამაზე კარგი აქცია იყო კალფურში. აი ესეთი active ესე აწერია. ეხლა ბოლო დროს ამას ხმარავდი. მაგრამ ასევე მაქვს ვიცი რა ქვია. ხო და ასევე მაქვს კიდევ თხევადი სარეცხი საშუალება, რომელსაც მოკლედ ვანაცვლებ ხოლმე, მონაცვლეობით ხმარობ. იმიტომ რომ არ მიყვარს როცა ერთი და იგივე სუნი აქვს სარეცხს, აი სულ ერთი და იგივე მწყინდება ხოლმე და მინდა რომ რაღაც ცოტა სხვა ვიხმარო, უფრო სურნელოვანი და ამიტომ ვანაცვლებ ხოლმე. ხან ესე თხევაც ხმარობ და ხან ფხნილს და ეხლა არ ვიცი რომელი ვიყიდო, უნდა ვიყიდო. ხო და დაწერეთ თქვენ რომელს ხმარობთ და რომელს მირჩევთ. რა ვიცი, ადრე ტაიცსაც ხმარობდი ხოლმე, პერსილსაც და ყველას რა.
რომლებიც არის. ეხლა უბრალოდ ძალიან კაი აქცია იყო Carrefour-ში და რა ვიცი, ნორმალური სარეცხი არის. სარეცხის საშუალება. კარტოფილი. სადავი. მოიცა ვაგრძელებ. იოსებ გუმბერიძე. თვეში ერთხელ ლიმონჟავა უნდა ჩაყარო და ხარშვის რეჟიმზე ჩართო. მე დომესტოსაც ვამატებ და ირეცხება მანქანა რეზინები და ყველაფერი, ასე რომ არ ფუჭდებაო. ადრე ცოტა შორის ხო ეხა გამახსენდა, ადრე ვრეცხავდი ხოლმე 90 გრადუსიანი პროგრამა აქვს, ყველაზე ისეთი რა, მაღალი გრადუსი 90 აქვს ჩემ მანქანას და ადრე ვრეცხავდი ხოლმე, მაგრამ მე კაი ხანია აღარ გამირეცხავს ეგრე ცარიელი მანქანა. და ეს ყველა მანქანა მოითხოვა უკვე და ცდი მერე კიდე ეგრე ლიმონჟავით. აუ მიჯდება კამერა. ჯანდაბა რა. სწრაფად ავჩქარდები ახლა მე. საჩუქრების ვიდეოს ველოდებით ხომ იცი? იმასავით ხო იცი ის რო იყო. წამყვანი რუსთავიორზე. საბავშვო პროგრამა რო იყო. რა ერქვა იმ გოგოს? ბასტი გოგო. სწრაფად რო კითხულობდა კითხვებს. საჩუქრების ვიდეოს ველოდებით ხომ იცი? იზა წერს. კი, იზა ვიცი რო ველოდებით. ჩავწერე დღეს და ხვალ იქნება აუცილებლად. მანქანა გაირეცხა, კარგია. კი, მანქანა გაირეცხა. ყველაზე ჭკვიანი. ხო, ყველაზე ჭკვიანი. ნინო? ხოშტარია? თუ? ხოშტარია? არა, ხოშტარია. მოკლედ, ხო გახსოვთ რა. რა კარგად გამაცინე ნათია სხილაძე. ნათია როგორ ხარ? მახსოვს ადრეს უწერდი ხოლმე კომენტარებს და მიხარია რომ კიდე აქ ხარ ჩვენთან ერთად. აქ ევროპაში ადუღებულ წყალში ყრიან ყველაფერს ერთად ბორშისთვის ბოლოს ჭარხალს დაასხავთ, ძმარს დადგავთ ცოტა ხნით და ძალიან მაგარ ფერს იღებს. ტომატს არ უშვებით, არნაირი მოთუშვა, ჯანსაღია და ძალიან გემრიელიო. ხო, სხვათა შორის კამერაში ცოტა ისე გამოჩნდა, სინამდვილეში კაი ფერი ქონდა, ძალიან ხასხასა წითელი არა, მაგრამ მეორე დღეს განსაკუთრებით გაწითლდა ჩემი ბორში. მაგრამ ხანდახან არ გამოდის ძალიან წითელი, თუმცა ძალიან გემრიელია. მაგრამ ესეც ძალიან საინტერესოა, უფრო ჯანსაღი იქნება ალბათ და ესეც ვცდი ერთხელაც. უბრალოდ ეს ჩემი ბორში ძალიან უყვართ. აი ზუსტად ეგეთი, როგორცაც ვაკეთებ ხოლმე. შენ. მატყუებ ხოლმე, რო იძახი უგემრიელის ბორშია. კაი ბორში კაია. ხო და მაგრამ ეგრეც კაი იქნება, თუმცა ხო და აი ჭარხის გემო რო აქვს ხოლმე ბორს, ეგ არ მიყვარს, ამიტომ ძალიან ბევრს არ უკეთებ. და ტომატის გარეშე კიდე რა ვიცი ვერ წარმომიდგენია. მაგრამ საინტერესოა, ძალიან საინტერესოა. შეიძლება ერთხელ ეგრეთ ვცადო. წარმატებები ხო ეს დაწერა ნინო ბერიაშვილმა. ნინო მოგიკითხავ. მზიმზი. წარმატებები მთავარია მოტივაცია და მონდომება. კი, ნამდვილად ეგრეა. დანარჩენი ყველაფერი არის უბრალოდ მიზეზების ძებნა. როცა რაღაც გინდა, ყოველთვის გამოძებნი დროს და საშუალებას. ნანა ასათიანი, რა საყვარელი ხარ ეკა, მეც მომსვლია ეგრე, არა არ გაფუჭდებაო. მართლა დამამშვიდეთ. შპალერის წებებით ჩაყარა იმას არ გაუფუჭდა? ხო, აი ეგ საინტერესოა. ჯულიანა დაწერე. შენი მანქანა როგორ არის? შპალერის წებოს მერე. მანქანა არა, სარეცხი. ხო, სარეცხი მანქანა. სარეცხი? სარეცხი, უი, ხო. ტანსაცმელი შეიძლება გაუფუჭდა.
მე მეგონა ვიყა ნანამ დაწერა მე მეგონა ვიღაცა მოიპარა თქო ტანსაც მე გაფუჭებით არ მგონია თუ გააღე ჩვეულებრივად კარი. კი, კარი ჩვეულებრივად გავაღე. ანუ ჩვეულებრივად თავის რეჟიმზე გაირეცხა. კარი არ დაუკეტია. მანქანა ვერ მიხვდა რა მოხდა უბრალოდ ძალიან ისე ლოხკად გარეცხა და იფიქრა ალბათ რა ხდებაო რა. რატო არ დღეს ცარიელი. და მოკლედ ხო, ისე ან თავიდან რო ყვებოდი, იფიქრა რომ ვიღაცა მოიპარა, ვიღაცას რომ მოეპარა, მაგრამ ეგ მართლა ძალიან სასაცილო იქნებოდა მართლა უკვე. თავის არის მანქანიანად. ეგ უკვე მისტიკა იქნებოდა. ეკა შიხიაშვილი თვეში ერთხელ ისედაც უნდა მანქანას ჩართოს სპეციალური სითხე იყიდებოდა, რასაც უასხამ და დეზინფექციას უტარებს 90 გრადუსზე 1 საათითო. მე მითხრა ხელოსანმა რომ ხო ეს უკვე წავიკითხე. ხო, მოკლედ წავიკითხე. ეხა უცებ ნახავ წინა ვიდეოზეც ხო არა მაქვს კომენტარები დარჩენილი და მე დაგემშვიდობებით რომ იქნებ მოვასწრო დღეს ვიდეო საჭიროა. ხო, ისამ დამიწერა კიდე რა ლამაზი ხარო, მადლობა. ცოტა ხნით ადრე რომ დაანონსო ხოლმე ლაივიო. ეგ ცოტა რთულია. აი და დაანონსო ჩვენ 115 გაწინაცვალი არ გვიჭირს, სულ აგროვებ ხოლმე. არა, თვითონაც უნდა რომ შემოვიდეს და იმიტომ. ანუ ყოველთვის ბოლოს მერე ნახულობს ხოლმე არცალია ეთქობა მაგ დროს და მაგიტო, მაგრამ ესე არ გამომდის, რომ დავაანონსო და მერე ვერ შემოვიდე. ხო და მაგიტომ ესე როცა გამომდის მაშინ და რა ვიცი, იმედია დავემთხოვით იზა, როდესმე ჩემ ლაივზე იმედია გიხილავ. ისე ძალიან დიდი მადლობა, ვიცი რომ არ ტყოვებ არც ერთ ლაივს, ყოველთვის მიწერე ხოლმე კომენტარს და ძალიან დიდი მადლობა. და კიდე დამიწერა მე დიდი ხანია გიყურებო, მაკიაჟის ვიდეო იყო პირველი ვიდეო და ამის მერე აქ ვარო. და ძალიან მიხარია რომ არა მხოლოდ მაკიაჟის ვიდეოებს უყურებ ხოლმე, მაგრამ განსაკუთრებულად ელოდები მაკიაჟის ვიდეოებს და ძალიან მაგარია. ეკა მეც გიყურებ და თვალეში ვიკობ თუ გულში მადგირო. რატო არ მიწერ კომენტარებს არასდროს? გულში მადგივრებ. კომენტარს არასდროს არ მიწერს. ხო გეუნები რატო? იმასავით ახარ რა ეს ჩვენი ისინი ნაცნობები რო არიან, რო ისე ვითომ რო არ მიყურებენ და მე რო გამოჩნდება ხოლმე თუ მიყურებენ. ერთ კომენტარს არ წერენ. სად დაგიძრობ, ნახულობ და გეუნები, მანდ რაღაცა ეგ სერიოზულად იმასკები. კომენტარია დეპეშად გამოგიგზავნე. ჩემი ხო აი ფატი მიწერს. ჩემი პოზიტიური გოგო ხარ შენ არ. უი, მეორე ვიდეოზეც არ მიპასუხია ხალხო. ეს უნდა ჩავუძე გადისო გავიდა. ხალხო აბა მაშინ. ნახე ხა უყურე. ანუ მაშინ ახლა ამასაც უპასუხებ, უცებ და მე უნდა დავჭდე და ყველას კარგად გიპასუხებთ. ესე იგი, ფატიმ დავწერე. ანუ ვიდეოშიც ვპასუხობ და ისეც დაუგულებ რა. ფატი ბუბაშვილი, ჩემი პოზიტიური გოგო ხარ შენ, არ მომწონ ხარ მოწყენილი, შენ სულ უნდა იცინოდე და იღიმოდეო. მადლობა. ყოველთვის გიყურებ ხოლმე და ეკა შიხიაშვილი, ყოველთვის გიყურებ ხოლმე და მომწონს შენი ხალისიანი განწყობა, სიცილით და ხასიათით, ნუ მიაქცევ გაბოროტებულ ადამიანებს ყურადღებასო. გაიხარე საყვარელო. გუცფელად რა, მართლა საოცრად კბილები და კარგები ხართ. იმდენი წელია გიყურებ, ოჯახის წევრები ხართო. წერს იზა. გაიხარე საყვარელო. თითით რა. ამოწერებთან გავიდე და ძალდე დამთილი რატო უსიუცო კომენტარების ფორმა. ხო და მომწერა ფატიმ და რა. თითით საჩვენებელი ოჯახი. მარიტა როგორ შეიცვალა მოიტაცებენ იფრთხილეთ იხარეთო. ნინო ბერიაშვილმა დაწერა. არ გვინდა მოტაცება. მიტაცებენ და დაერხევა. მიტაცებდა და ბუდიანა. ისე ძალიან დიდი მადლობა ნინო. უადგილო სიცილი არაა, ლამაზი. მაია ოშაყმაშვილი. უადგილო სიცილი არაა, ლამაზი, მაგრამ შენზე ეგ არ შემიჩნევია. ისე სიცილი მოდიოდეს ადამიანისგან ისჯობია, ვიდრე ნეგატივი. ოჯახის წევრებს შორის კონფლიქტი და დაპირისპირება თქვენგან შორსა, ეს ყველაფერი ღმერთმა სიცილი და ღიბილი არ მოგუშალოსო. გაიხარე ასევე შენც, ჩემო კარგო.
მუდამ სიცილიანი და ღიმილიანი ყოფილიყავი შენს საყვარელ ადამიანებთან ერთად. აუ, მე მთელი ახალი წელი მარტო ყარაყუმს ვარჩევ და მივრითმევ, ისევ მაია წერს. ხო, მეც მიყვარს. ქართულად ყარაყუმია, ხო? მე ყარაყუმი ვთქვი. აი, მეგეთი რაღაცები არ უნდა თქვა. რა ვერ ისწავლე. ჩემო ძვირფასებო, ძალიან დიდი მადლობა ყველას. თბილი კომენტარებისთვის, რჩევებისთვის და ყველას კიდევ ერთხელ გილოცავთ ძველით ახალ წელს. იყავით ბედნიერები, არ მიაქციოთ ყურადღება ბოროტ ენებს და მოკლედ იბრძოლეთ თქვენი მიზნებისთვის და თქვენი ოცნებებისთვის და ყველაფერი ძალიან მაგრად იქნება. ყველას რატო? ენით ტკბილი სიტყვა ხო შეიძლება თქვა? სიტყვას ძალიან დიდი ძალა აქვს ხათაშორის. ასე რომ რაღაცას ცუდს რო ამბობთ, მართლა შეიძლება ახდეს და არ ჯობია რომ კარგი თქვათ. არა, ლაშა, რატო? აბა დალოცვა რა არის? ვისაც იჩუმე შეუძლია. უბრალოდ ხანდახან ჯობია ცუდად ლაპარაკს ჯობია რომ გაჩუმდე, მე მართალია კი. თვითონ დაშავდების, ხო, ეგრე. ამიტომ კარგად ილაპარაკე და არასდროს არ დაშავდება რამე. აი, ჩემი ყავაც დავლიე თქვენთან ერთად, ჩემო ძვირფასებო. აუ, ეს ტელევიზორი რო ჩამირთო, ხა ვცდილობ რომ მოვეფარო რამე. ისეთი არის. მე ვცდილობ რომ შენ გაჩუმდე და ტელევიზორის გავიგო რა ხდება იქ. ხო, მოკლედ ლაშას ტელევიზორის ყურება უნდა, ამიტომ გავიქეცი ხა მეგობრებო, ჩემი კამერაც ჯდება და აი ყველაფერი არის. მე რო ტელევიზორის ყურება. აბა რატო? გაჩი, იმიტომ კამერა გაგეთიშა. ხო, თან კამერაც, ხო, მართალი ხარ და თან კარტოფილიც მომინდა. ყავის მერე ხა კარტოფილს შევჭამ. ცხელ კარტოფილს შემწვარ. კამასთან ერთად. კარტოფილი. ნატალი ჭამს კამით, შემწვარ კარტოფილს. შემიძლია შეგიჭამ. კამით, ვაი მე რა გმნელია. ნერწყვი მომასკა. მოკლედ გემშვიდობით. დროებით, კარგად.